სულ მცირე 22 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა ისრაელის მიერ მიტანილ ავიაიერიშებს ღაზის სექტორზე. ადგილობრივი საავადმყოფოების ცნობით 13-14 მაისს თავდასხმების შედეგად 48 ადამიანი დაიღუპა. სამშაბათს ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობით შედგა მოლაპარაკება, რის შემდეგაც ჰამასმა ისრაელელ-ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. ეს ფაქტორი იმედს აძლევდა ღაზის მცხოვრებლებს, რომ თავდასხმები შეწყდებოდა. თუმცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელი არავითარ შემთხვევაში არ დაასრულებს ომს ღაზაში, რამაც ცეცხლის შეწყვეტის იმედები გააკარწყლა. როდესაც ამერიკელი მძევალი გაათავისუფლეს, ჩვენ ბედნიერები ვიყავით და ვამბობდით, ღმერთს მადლობა, ღაზა თავისუფალი იქნება და სიურპრიზს ველოდებოდით. აი ისიც, ის აქ არის. ხედავთ როგორი სიურპრიზია? ისრაელის სამხედროება თავდასხმების შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. თუმცა სამშაბათს აღამოს ჯაბალიას მაცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, რადგან ამ ტერიტორიაზე მათი ცნობით ჰამასის ინფრასტრუქტურა, მათ შორის სარაკეტო დანადგარები მდებარეობდა. 18-თვიანი ომის და აქტიური სარაკეტო იერიშების ფონზე საავადმყოფოები ღაზის სექტორში გადატვირთულია. ამას 10-კვირიანი ბლოკადაც ემატება, რის გამოც შესაბამისი მარაგების ტრანსპორტირება ტერიტორიაზე შეუძლებელია. თუკი ეს გაუსაძლისი და საშინელი მდგომარეობა შენარჩუნდება, მოსალოდნელია, რომ 4 თვე-ნახევრის განმავლობაში ღაზის 1,5 მილიონი მცხოვრები შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდება. შიფას საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სულ 50 საწოლია, თუმცა იქ ხანდახან 500-ზე მეტი პაციენტი მიჰყავთ დღეში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის ერთ-ერთ საავადმყოფოში ყოველ 24 საათში არასრულფასოვან კვებაზე სკრინინგს 300 ბავშვი გადის. აქ იმიტომ მოვიყვანე, რომ არასრულფასოვნად იკვებება. ახლა არც საკვები და არც სასმელი არ გვაქვს. ამიტომ აქ მოვედი, რომ რამდენიმე შეკვრა ორცხობილა მივიღო და ჩემს შვილს წონის მატებაში დავეხმარო. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით ისრაელის საპასუხო შეტევის შედეგად 52,800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რომელთა შორის უმრავლესობა ქალი და ბავშვია. თავდასხმების გამო მოსახლეობის 90% იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციას არაერთხელ გაუკრიტიკებია ისრაელი პალესტინელებისთვის არაადამიანური პირობების შექმნისთვის, თუმცა ისრაელის პოზიციაა, რომ ომი არ შეწყდება მანამ, სანამ ჰამასს სრულად არ გაანადგურებს.